გამარჯობა თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჭიძესთან ერთად ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე და ბუნებრივია Georgian Times-ის YouTube-ის არხზე და გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბატონი ბაჟა გამარჯობა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ხო სწორად მახსოვს თქვენი რეგალია ბატონი ბაჟა დღეს საქართველოს შიგნითაც მიმდინარე პროცესებზეც მინდა ვისაუბრო და ასევე საგარეო პროცესებზე რომლებიც ჩვენ გვიკავშირდება მე ვნახე თქვენი სტატუსი იყო რომ ხელისუფლება ხელს უწყობს თქვა არეულობის დაახლოებით 100 შინაარსი ჰქონდა ხო რომ შეიძლება მოხდეს რაღაც არეულობან დაპირისპირება ასეთი სტატუსი იყო მაინტერესებს რას გულისხმობდით ამაში იმიტომ რომ ჯერჯერობით გეოპოლიტიკას უჩანს ისეთი პირი და ჩვენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები კი რატომღაც ამოვარდნილია აი ამ დიდი გეოპოლიტიკური პროცესების კონტექსტიდან რატომ მე არ ვიცი ეს ჩვენი არაადეკვატურობის ბრალია ინფანტილურობის ბრალია თუ რა მიზეზი აქვს ამას მაგრამ ფაქტია და ეს თავისთავად ჩვენ გვაქცევს სანმიზნედ დაინტერესებული მხარეების იმისთვის რომ მათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ბატონო, თქვენ რა საფუძველს ხედავთ, რატომ გამოთქვით ეს მოსაზრება, რომ თქვათ ხელისუფლება არის ხელისუფლების ქმედება შეიძლება მიგვიყვანოს არეულობამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე. მეოსალმები თქვენს მაყურებელს, მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო. მინდა უსურვო ამ მართული ქაოსიდან მშვიდობიანად გამოძრო. მაინც მართულია? გამოძრომა და მართული ქაოსი, ამიტომ რომ ჩვენ კი ამართავთ ამ ქაოსს, ეგა უბედურება. ვიცი რა ჩვენ არ მართავთ. გარედან ემართება ეს ქაოსი და როგორც უფრო მეტად ჩრდილოეთიდან, მაგრამ ნუ არც დასავლეთი აკლებს ხელს, რა თქმა უნდა. ახლა რაც შეეხება მე ასეთი კუთხით არ გამომეთქოს შემოხსრება მე უბრალოდ თქვი რომ შეებოდა ეს თავისთავად მე დამჭა თუ შემეშალა გამისწორეთ არა ახლა ბუნებრივია პირიქით ხელისუფლებას აწუხრა 7 და წარად იქნება და ხო თო გამიკვირდა მეც მაგრამ ახლა რა არის წინასწარვე იყო ცნობილი თქვათ ეს დამოკიდებულებები რომელიც არჩევნების შემდეგ გამჟღავნებოდა დასავლეთის მხრიდან თქვათ. ასევე წინასწარ იყო ცნობილი თქვათ იმ კანონთან დაკავშირებული პერიპეტიები. ახლა მოდი აი თქვათ კანონთან დაკავშირებით. ამას წინათ იყო ჩამოსული ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და ქართულმა ოცნებამ კობახიძემ მისცა პირობა რომ შესვლიდნენ ამ კანონს. რაღაც შესწორებებს შეიტანდნენ. თუ შეიძლება ამის გაკეთება, რა ქვია თავის დროზე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, როცა ისინი ურჩევდნენ, ხო? ახლა რა მოუწა ამ კანონმა, აი მოდი თქვათ. არასამთავრობოები დარეგისტრირდნენ, არც ერთი გავლენიანი არასამთავრობო არ დარეგისტრირებულა, ხო? ეს ერთი. ფული აკლიათ? არ აკლიათ. ტელევიზიები აკლიათ? არ აკლიათ. უცხოელი სტუმრები და ჩამოსული აკლიათ. აბა ამ კანონს რა მიზანი ქონდა? ოდესმე ხო შეგიკამათებით, ხო რომ ვიკამათოთ. ოდესმე ხო მე სხვათა შორის სანამ ამ კანონს მიიღებდნენ და მინდა გითხრათ ერთი დაახლოებით 15 წელია ასეთია ჩემი აზრი რომ არა მხოლოდ არასამთავრობოების ახლა ჩვენ ქონებრივ დეკლარაციებს ხო ავსებენ ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები ახლა სხვა თემაა რომ იქ შეტანის და უკვე დეკლარაციებზე ძდომა ხო ის სხვა საკითხია ეს დეკლარაციები თქვა მოწმდება თუ არ მოწმდება ანუ ისინი ამ რაოდენობით სიმართლე შეესაბამება თუ არა მაგრამ მე წლების განმავლობაში მუშაობდი ამ დეკლარაციებზე და ვიცი ძალიან საინტერესო რაღაცები იკვეთება ხოლმე და ძალიან საინტერესო მიუხედავად იმისა რომ შემოწმების ვალდებულება არ აქვს შესაბამის უწყებას სწორად ავსებს თუ არა დეკლარანტი ამ თავის ქონებრივსა და საფინანსო დეკლარაციას შესაბამისად მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავ და ახლაც დარწმუნებული ვარ რომ არა მხოლოდ ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე ჟურნალისტებისაც მათ შორის იმიტომ რომ თუ კი მე წარმოვადგენ როგორც ჟურნალისტი თუ კი არასამთავრობო როგორც მაკონტროლებელი ასე გამოდის ხო არაოფიციალური მაკონტროლებელი რაღაც საზოგადოებრივი ფენას მივეკუთვნებით ჩვენ ვამოწმებ ოპოზიციასაც მათ შორის ხო სულ ერთია ხელისუფლება ხო არიან ოპოზიციონერები წარმოადგენენ და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელს და ვუყურებ ჯიბეში და ამას ვაწოდე ამ ინფორმაციას საზოგადოებას მე არ მესმის მაშინ შემოწმებელი ვისაც ამაზე წვდომა აქვს მაგალითად მე ჟურნალისტი მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რატომ არ არის ვალდებული ასეთივე დეტალური ინფორმაცია
ვთქვათ, მის შესახებაც ვიცოდეთ, იმიტომ რომ რეკლამას, როდესაც აწერია რეკლამა, მე ვიცი რომ შეიძლება მატყუებდეს ჩვენ ახლა ძალიან ბევრი, არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან ბევრი ელექტრონული გამოცემა, ბატონო ვაჟა, ვერ მიაგნებ ვისია. იქ იურიდიული სახელწოდება არ არის, რომ შენ ეს მოძებნო, ვთქვათ, რეესტრში და ნახო, ვინ არის დამფუძნებელი. ანუ პასუხისმგებელი ვინ არის და ეს გამოცემები შემდეგ მოყვანილი არის წყაროდ. და წყარო ნიშნავს იმას, რომ ის არის სანდო და ამ დროს ის შეიძლება ძალიანაც უნდა იყოს. არათუ სანდო იყოს და ამდენად მე სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა იყოს ასეთი კანონი და მე იმასაც ვერ ხვდები რატომ არ აუხსნა და უხსნის კარგად ამას ხელისუფლება მოსახლეობას. აი ზუსტად მაგაშია საქმე რომ არ ჩატარებულა ახსნა განმარტებითი სამუშაო. პირველ რიგში შენ თვითონ უნდა მიცე მაგალითი ამის. კი ბატონო. აგერ ჩემი ქონება უნდა გამოაქვეყნოს ყველა პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, ყველამ აბსოლუტურად და აქ თქვენს გამოაქვეყნეთ კი ბატონო და მე უკვე საზოგადოება ემსჯელებს ბუნებრივი აქედან გამომდინარე. მე განა გამჭირვალობის წინააღმდეგ პირიქით გამჭირვალობა არის დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნა, რომ უნდა იყოს გამჭირვალე. ის ტენდერები რატო არ არის გამჭირვალე მილიონებს შეულობენ. ესეც უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას ხო ანჩეს ის თუ არ არის გამჭირვალე, ესეც არის გამჭირვალე. რაღაც უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა. ვიღაცებს ხმარდება ის რატო არ არის გამჭირვალე, ერთლარად რო შუქნიან ქონებებს და რატო არ არის გამჭირვალე და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, ჯერ ეს ერთი უშიშროება რასაკეთე? უშიშროებას არ უნდა ცოდნო და არასამთავრობოებში ვინ რა არა, ბატონო, ეს საგადასახადოებაც იცის, იმიტომ რომ და შესაბამის მოუწვა ეროვნულმა ბანკმა ხო იცის და რატო არ ხედენ მანამდე ეს ამის ის არ შეიძლება. აი მაგალითად მე როდესაც ვაკეთებდი, ეს არ ეხება არასამთავრობოებს, მაგრამ აი ხო დავინტერესებული ვარ არა ამა თუ იმ კომპანიის და მოგებით. ეს მოგება არის საიდუმლო ეს ინფორმაცია. იქ შეიძლება უბრალოდ შენ ნახო რამდენი აქ ბიუჯეტში გადარიცხულ და აი რამდენი ყავს თანამშრომელი, ანუ დაახლოებით დაითვალო, ანუ საშემოსავლო რა გადაიხადა, მოგების რა გადაიხადა. მაგრამ ცოტა რთულია ახლა თუ კი ამ საქმის სპეციალისტი არ ხარ. ასე ირიბად შარიშები რო ხდება. ხო ხო და მაგას ვამბობ, ეს ეროვნული ბანკისთვის ეროვნული ბანკში ზის უშიშროების ხალხი და აკონტროლებს ყველაფერს. არა, როცა არიჯდეს უშიშროების ხალხი, როცა ვალუტა შემოედინება, მე ეკონომისტებისგან როგორც ვიცი, ის აუცილებლად ნებისმიერ ბანკში საუცებად გადის ეროვნულ ბანკს. რა თქმა უნდა და უშიშროება ზის იქ და აკონტროლებს ყველაფერს, ვის რამდენი ჩაერიცხება, ხო, მაგრამ რატო აქამდე არ ამხელდა, არ იცოდნენ ეს საერთაშორისო გამჭირვალობა ამდენ მილიონებს რო იღებულა. არა, იმას თუ კანონი არ არსებობს, იმას ვერ გააჯაროვებ. რა ქვია, რუსეთიდან ფინანსდება. ნუ კაი, დავანებოთ თავი ამას ახლა ეს. არა, კანონით ვერ გასაჯაროვდება, ისევე როგორც ეხა ვიღაცა ეს ჩემი პერსონალური ინფორმაცია. არავის არ აქვს უფლება ვთქვათ ახლა თუ კანონი არ არსებობს ჩემი ხელფასი გაასაჯაროს მე შემიძლია ვიჭირო ხელფასი სხვა ამბავია კი ბატონო მაგრამ როცა სახელმწიფო საჯარო მოხელეების იმას ეხება ვთქვათ ხო ხო მაგრამ არასამთავრობო საჯარო მოხელე ხო არა არასამთავრობოს უცხოეთიდან შემოედინება ხო ახლა ვთქვათ გადარიცხვა გააკონტროლეს არ შეუძლიათ საელჩოებს შემოიტანონ ქეში ფული და მისცენ ამათ მაგას გააკონტროლებს არა ყველაფერი შეიძლება მაგრამ კანონი არ გჭირდება თქვენ ამას ამბობთ თუ რა კანონი გჭირდება მაგრამ უნდა იყოს ყველასათვის ერთი ახლა აგენტების კანონს რო დაარქვე ფაქტიურად ამას და ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფიქსირება ახლა ჩვენ გვაქვს პროფესორთა ლიგა ადრე დავაფიქსირეთ სააკაშვილი დროსაც კი მოხერხდა ხო და ახლა არ ვაფიქსირებთ პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიას რომ ახლა ესე იგი აგენტების კანონში უნდა გავიდეთ ჩვენს თუ რა ხდება ვერ გავიდეთ უცხოეთთან ფინანსდებით არა ხო და აბა მაშინ უცხოეთიდან და არც აქაურიდან მაგრამ აი თქვენ რატო არ ყვეთ ბატონო აგენტების კანონს ხო ძალიან მნიშვნელოვანია მე განზრახ გეკამათებით ხო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საგნებს და მოვლენებს დავარქვათ ადეკვატური სახელები იმიტომ რომ ეს ადეკვატური სახელები შემდეგ გვეხმარება ადეკვატური დასკვნების გამოტანაში აგენტების კანონი ქვია ასე მაგრამ დაარქვეს აგენტების ხალხში რუსული კანონის ქვია მაგრამ რუსული ხო არა რუსული გასაგებია რატომაც ქვია და ყველას რუსი ხო და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ მაინც დავარქვათ ისე რომ ჩვენ მივაღწევთ მართლა ჩვენი მიზანი ხო ეს არის მართლა გამჭირვება და არა ხელისუფლებაში მოსვლა რა თქმა უნდა კი ბატონო რა თქმა უნდა ახლა რა არის ლოგიკურად თუ იზრდებთ თქვა ამ კანონს ხომ უნდა მოყოლოდა ლუსტრაციის კანონი რატო არ მოყვა სადაც ლუსტრაციის კანონი უნდა მიგვეღო ახლა აქვს კი აზრი ისიც აღარ ვიცი ხო რატო არ მოყვა ეს არის ეს ვკითხოთ ყველა ხელისუფლებას რომელიც პარლამენტი სავსეა უცხო ქვეყნის აგენტებით
უამრავი. და სხვათა შორის არა მარტო რუსეთის, როცა ამბობენ არა მარტო რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, თურქეთის, ირანის, არაბული ქვეყნების, ამერიკის და ასე შემდეგ. ევროკავშირის ქვეყნების კი ბატონო. ხო და ეს არ უნდა ვიცოდეთ? რაში მაინტერესებს ახლა გიგაური საიდან ფინანსდება? მე მაინტერესებს პარლამენტარი საიდან ფინანსდება? არა, მე მაინტერესებს გიგაური საიდან ფინანსდება? არა, გასაგებია. მე გეტყვით ბატონო, რატომ მაინტერესებს? არა, მე პირველ მხრივ მაინტერესებს, იმიტომ რომ გიგაური იყო და მთელი არასამთავრობო სექტორი მომხრე იმის, რომ აი ეს ნივთი მტკიცება, რომელიც ინახა ხელისუფლების ცვლილების დროს 2012 წელს პირველი განადგურებული იყო, მეორე გიგაური და ასევე დანარჩენი არასამთავრობოებიც, აი როგორც უძახიან, აი ყველაზე მსხვილია, ისინი გამალებული ითხოვდნენ, რომ გასაღებები, ეგრეთ წოდებული მოსმენების ქონოდათ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს. ნუ მე ამაზე დიდი სიბრიყვე ვერ წარმომიდგენია. ამიტომ ძალიანაც უნდა ვიცოდე და ის ნივთკიცებები განადგურდა. რა თქმა უნდა. ანა მაგას ვიძახი, მაგრამ მე პირველ რიგში მაინტერესებს ვინც მართავს ჩვენ ხო? ის ვისი აგენტებია? აი ეს არ გვაინტერესებს. როგორ არ გვაინტერესებს? მე მაინტერესებს გიგაური, კი ბატონო. ესაა მთავარი, ხო? ეს ღუპავს ქვეყანას ან ააშენებს, ხო? და გიგაური ახლა ქვეყანას ვერ დაღუპავს. ხო, მარტო გიგაურს ნუ გადავეკიდეთ კაცო. გასაგებია, სიტყვაზე ვიძახი, გიგაური მეათე ხარისხოვანია რა თქმა უნდა, კრეპსი, რა თქმა უნდა. ამას კი მე უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი ლუსტრაციის კანონს სანამ არ მიიღებენ, არავინ არ დაეჯერებს გულწრფელობას ხელისუფლებისას. რომ ისინი მართლა ამით არიან დაინტერესებული. მიიღონ კანონი და ნახეთ, ხალხი თუ არ დაუდგება გვერდით. კი, ლუსტრაციის კანონის მიიღონ კანონი, რომ ეს არის გამჭირვალობა. აი, შეიძლება იშინოდეთ და როგორ არის შესაძლებელი ლუსტრაციის კანონის მიღება ახლა აი ამ პირობებში, როცა საბჭოთა და ნამდვილი პოლიტიკური ნება ყოველთვის შეიძლება. მაგრამ ისია, რომ თავიანთ რიგებში წავთ ასეთები და ოპოზიციაში ხო არის და არის, რა თქმა უნდა. ხო და ნუ ახლა საკუთარ შვილს კუცხო არ მოაჭრიან ლომის არის. აი როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო, აი როცა ამბობთ არსებობს ხო დესტრუქციული კრიტიკა და კონსტრუქციული კრიტიკა. დესტრუქციული კრიტიკა რაღაც არ მომწონს და ეს უშედეგო კრიტიკა და კონსტრუქციული კრიტიკა არ მომწონს ეს და უნდა გაკეთდეს ეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ილუსტრაციის კანონი როგორი უნდა იყოს არსებობს? იმასაც შეიძლება დაერქვას რუსული კანონი. არა, მაგას არავინ არ დაერქვას. რატო რა დაუშლის? ინდისი ენაძვალი აქვს თუ რა დაუშლის? ჯერ ერთი საერთაშორისო აპრობირებული ის არის ხო? მთელი მსოფლიო ასეთ კანონებს, ესე იგი ბალტიისპირეთის ქვეყნები სანამ მიიღებდნენ ნატოში და ევროკავშირში ყველგან მიიღეს ეს კანონი. მე ამ ხმამაღლა კი არაცხადებენ გვარებსა და ჩუმა დაელაპარაკება უშიშროება და ეტყვის რომ მიდიხარ პოლიტიკა არასოდეს აღარ იქნები თანამდებობაზე წახვალ ჩუმად იქნები და საერთოდ არ გაბედო არაფერი. მაგრამ ეს ეხებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელი აგენტები ხო? იმიტომ ბალტიისპირეთში აბა სხვა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ვისი აგენტი იქნებოდა? 2004-ში შევიდა ევროკავშირში და მერე ნატოში და მანამდე იმ პერიოდში კიდევ აგენტებს დაიმატებდა. აგენტები რა არ დაგვემატა? გამსახურდია დროს რომ გაიხსნათ არქივები, გამჟღავდა 90,000 საბჭოთა კგბ-ის აგენტი იყო. იმის მე არ დაგვემატა და სხვა ქვეყნები არ დაემატა. რა თქმა უნდა დაგვემატა. ნაწილი დაიხოცა კი ბატონო, მაგრამ ნაწილი ხო ისე დაემატა და ასე რომ რაც უნდა გქონდეს ის არა გვაქვს და რაც უნდა გქონდეს იმის თავზე საყრელად გვაქვს რა. ეს აგენტურა რა თქვია. დიახ. ასე რომ ეს კანონი მისაღებია, რაც მალე მიიღებს ამას ოცნება, მით მალე ხალხი დაუჯერებს და გვერდით დაუდგება. არ მიიღებენ, ესე იგი რაღაცის გეშინია, ხო ამას ნიშნავს. და დამთავრდა რა, ესე იგი საკუთარი თავის იმედი არ არის. ანუ თვითონ არის ოცნება აგენტი და ეშინია, ამას ამბობთ? მათ რიგებში რო არის ახლა აგენტურა, ყველა რიგებში იქნება რა თქმა უნდა. არ ამაში ეჭვი არ არის, როგორც ოპოზიციაში აგენტურა, ასევე არის ხელისუფლების რიგებში. აბა შემთხვევით თუ არაფერი არ ხდება, ახლა გახარიასი არ იყოს, რა ვქია. გახარიამ ასე უცბად რომ გაიარა ეს კიბის საფეხურები თანამდებობის რა, გონიათ რომ მართლა იმან რა გვარია ეს მემოხილველი რო არის. ებრაული წარმოშობის ქართველი კაცო. ვაიმე პოლიტიკური მემოხილველი ვითომ იმისი მეგობრობით მეაღწია იმას თურმე თანამდებობებს გია ხუხაშვილი ხო ვითომ ხუხაშვილმა უპატრონა და მაგით მეაღწია გახარიამ თანამდებობას ჯერათ ახლა თქვენ რომ ასე უცბად ამ ხელოსაფეხურები გავლა ხო ვიღაცა პატრონობდა ფაქტია ხო და ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი და ახლა ნუ რაც მალე
ჩაგვეხსნება ეს ხალხი, მალე დაისვენოს ქვეყანას და ყოველ შემთხვევაში შიდა ზურგი მაგარი გვექნება რა შედარებით. რომ გვესოდინება რა ასეთი აგენტები კი მანს არ იქნებიან რა. არც ოპოზიციაში, არც ხელისუფლებაში. ბანოვაჟი, აი მაგალითად მე მიჩნდება ესეთი ეჭვი თქვენ გამისწორეთ თუ მეშლება. როდესაც აი ამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს აკრიტიკებს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთი იქ მე მგონი მათთვის მიუღებელი არის, რომ დასავლეთიდან, კრებითად ვიტყვი, დასავლეთიდან გადმორიცხული ფული იყოს გამჭვირვალე და არა დაუშვათ სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული ფული. ვთქვათ, აგენტების შესახებაც არ შეიძლება იყოს ასეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენგან თუ ვიღაც იქნება და იქნება აუცილებლად, იმათ არ უნდა შეეხოს ეს და ვთქვათ, დასავლეთში მოაზრებული ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებიდან თუ აგენტურა იქნება, იმათ უნდა შეეხოს ლუსტრაციის კანონი. ყველას უნდა შეეხოს. მე კი ვიცი რომ მაგრამ იმათი რეაქცია როგორი იქნება, იმიტომ რომ ისინი ვთქვათ არ მგონია იმათ რამე საწინააღმდეგო გქონდეთ რუსეთიდან ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. ახლა ჯერ ესეთი როცა მაგალითად ხალხის ას გამოთქვავს თავრობა და იმას ახმოვანებს და ის გამოვა კანონად, ვერც ესეთი თავრობა, ვერც ამერიკის, ვერავინ ვერ იტყვის, ვერც რუსეთის, რომ ეს რატო გააკეთეთ. აი ხალხი ითხოვს და მე გავაკეთე ეს. ასევე არის ანალოგიურად, რა ქვია, ვერც ამერიკა იტყვის, ვერავინ ვერ იტყვის, რომ რატო მიიღეთ ლუსტრაციის კანონი და ჩვენი აგენტები რატო ჩავსენთ ასე შემდეგ. თუ ამათ აქვთ წესით უშრობას უნდა ქონდეს ეს მონაცემები, მაგრამ აქვთ კი, არ ვიცი, ეგეცა, რა ქვია ამწუხაროდ მოიკოჭლებს ჩვენი უშრობის სამსახური ამ კუთხით, რომ ხილებები, თქვა აგენტურის, უცხოეთის აგენტების ხილება, ჩახსნა ასე შემდეგ, რა ვიცი რა, ამწუხაროდ არ გამოვლენილა, დიდი ხანია მე არ მსმენი არაფერი ამ დაგვარია. არა, საერთოდ როდის გამოვლენილა ის მაშინ რუსეთის აგენტები ეს სააკაშვილის მართლობა. მე მასეთ სატელევიზიო გამოვლენას ახლა ჩაწყობილი იყო ყველაფერი წინასა შეთანხმებული რო თქვა რა. დიახ, ბატონო ძალიან დიდი ბოდიში ჩვენ და შევწყვეტოთ მცირე ხნით რეკლამის გამო, მალე დაბრუნდები და გველოდეთ. მიყავეთ ეში ბრუნდები და გავამგლოთ საუბარს ჩვენ სტუმართან. ბატონო ვაჟა, მე გეთანხმებით თქვენ რომ ლუსტრაციის კანონი არის აუცილებელი, თუმცა მე იმავე აზრზე ვარ რომ ასევე გამჭვირვალების შესახებ კანონიც აუცილებელი არის. კი ბატონო. და აი ჩვენ აი ვხედავთ რაღაცა ევროპარლამენტარები რომ გვემუქრებოდნენ გავიგე და ადეკვატურ რაღაცებსაც ამბობდნენ როგორც შორიდან ისე რეზოლუციებში წერდნენ და ჩამოდიოდნენ. ახლა უკვე რესპუბლიკური პარტიიდან კონგრესმენებმა, ნუ მართალია ისინი სოციალურ პლატფორმებზე წერენ ამ თავიანთ მოსაზრებებს, მაგრამ აი ერთ-ერთმა თქვა რესპუბლიკელმა რომ რაღაცა გამოცხადებული მწორტრები უწოდა საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის და ამერიკის, რატომ არის, თუმცა არ ვიცი სიმართლე გითხრათ. კი მაქვს ეჭვი, რაც იგულისხმება რომ რაც მათ უნდათ იმას არ აკეთებენ, კი მაქვს ეჭვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას მე ვერ დავადასტურებ. და თქვა რომ რაღაც ისეთ სანქციები უნდა დავაწესოს, რომ ვერც კი წარმოუდგენიათო და რა ვიცი, მერეც კი ყველაზე წარმოუდგენია ბელგრადის დაბომბვა იყო ნატოს ჯარების მიერ. ახირ შუაგულ ევროპაში მე-20 საუკუნის მიწურულს და ამის 21 საუკუნის დასაწყისში. სხვა მე ესეთი უფრო ახლოს ევროპის საზღვრებთან არ მინახავს. არც ახლა ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ვერ გეტყვით. თქვათ ამერიკული სანქციები უნდა დაუწესოთო, მეორე კონგრესმენმა თქვა, ძალიან მკაცრიო. კი მე მესმის რომ ცალკეული კონგრესმენების აზრი შეიძლება იყოს და მათ შეუძლიათ რაც უნდათ ისი ფიქრონ და თქვან. მაგრამ ასე ყველა რატო გვაშინებს ჩვენ თუ ჩვენი მედია აშუქებს ამას ისე რომ ვთქვათ ვიღაცამ რაღაცა თქვა ჩვენთან ცხოვრება ვიღაც პარლამენტარმა რაღაც თქვას მაგრამ მას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ნებისმიერი სიჭკვიანი სისულელე შეუძლია დაწეროს ანალოგიური რამ ხდება თუ რატომ გვემუქრებიან ჩვენ ისედაც შეშინებულებს ახლა ზოგადად სოფლიო ძალიან რთული პროცესების ქვეშ არის ხედავთ რა მოვლენები ვითარდება ძალიან ახლოს ავართ მასშტაბურ კატაკლიზმებთან და სოფლიო კონფლიქტთან ამიტომ ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი და გასათვლელი მე ძალიან დავიწყე ამაზე საუბარი რა ქვია ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ არა მარტო თქვა რუსეთის მიმართ, არამედ დასავლეთის მიმართ. ყველას მიმართ. ამერიკას რო საქართველოს ჩამოშლა და დაზაშაულია რუსეთს ის არც დაესიზღვრება. რა ყოველგვარი უთოფის გარეშეთა. ჩამოშლია არა მთლიანად. ძალიან საფრთხილო არის ესე იგი ახლა
ამ კონტექსტში მინდა ზუსტად დავიჯერო თქვათ პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი, როცა 28 ნოემბერს აკეთებდა, რა რეაქციას გამოიწვევდა თქვათ, კიდე მოსახლეობაში, კიდე დასავლეთში ეს სულად მოსალოდნელი იყო, რომ ამას რა რეაქცია მოყვებოდა, ხო? რატო აკეთებ ასეთი? ხოდაშორის როგორც ვიცი, თქვათ მე გამოასწორეს, არა, ასე არ გვითქვია და მაგრამ აღარჯერა, აი პირისიქით გადასდენის სიტყვას კამანდითაც ვეღარ დაებრუნებო, გამსახურდი ამდა კონსტანტინე და ერთი რომ წამოხდება რაღაცა, ხო? მე აღარჯერა. არა, მე არ მგონია რომ წამოსდენა ყოფილიყო, მაგრამ ბატონო წამოსდენა არ იყო, კი ბატონო, თლათ უარესი თქვა, მე ვფიქრობ რომ მაინც უფრო გაუფრთხილებლობით მოვიდა. რა ვქნა, დაუკირვებლობით, მაგრამ ხო ხედავ, ეს ერთთვიანი ის მივიღეთ ეს მარში, ახლა ეს შიდა არეულობა ბუნებრივია ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ არაფერი არაა გამორიცხული. მაგრამ შიდა არეულობა ხელს აძლევს დასავლეთსაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს იგივე. არა, რუსეთს თავისთავად, თქვენ რუსეთის თქვით. რა თქმა უნდა, რუსეთსაც. და აქ არის მართვადი ქაოსი. კი ბატონო. მართვადი ქაოსი, ეს ქაოსი ყველას აწყობს ჩვენს გარდა. საქართველოს გარდა და ამწუხარ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამ ქაოსს. არც გამონათქვამებით, არც იმით. ახლა ეს კანონი კი ბატონო გადასარევია, მაგრამ გვიღირდა დასავლეთთან დაპირისპირების ფასად ეს კანონი? აი ესაა დასაფიქრებელი. კარგია, კი ბატონო, გამჭვირვალეობა, მაგრამ დასავლეთის გადაკიდება ღირდა ამ კანონის ფასად? ბატონო, თქვენ ანუ არ გჯერათ, თქვათ, რასაც ამბობს ხელისუფლება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მოითხოვდა ფაქტობრივად აშკარად ჩაბმას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ცრუობს ხელისუფლება? აი, როგორ უნდა ჩამულიყავით მე ეს სხვა თემაა, როგორ. საქართველოს ერთი დღეც არ აქვს იმის საშუალება, რესურსი, რომ რუსეთთან მე ვიცი, მაგრამ თუ კი ოფიციალურად გაუშვებდი, ანუ მე მაინტერესებს თქვენ გჯერათ თუ ოფიციალურად გაუშვ, ანუ იტყუება პრემიერ-მინისტრი. არ მჯერა გეუბნებით. ახლა ღარიბაში რატო ეს იტყუება თუ ელჩი არ იკადრებდა? აი მოტივი რა არის თქვენ? ელჩმა შეიძლება უარესს იკადროს, მაგრამ აზრი მეც აზრია, ესე იგი ერთი დღეს ვერ მორიგი მსხვერპლი ქვეყანა, მორიგი რომელიც ვერ ისე ამერიკისა და ევროპის აღსადგენი შეიძლება გახდეს და თავში სამტრები, აი რა თუნდათ ეს ამერიკელებს. აი სრული აბსურდი არის ამის ისა, რომ ჩვენ ვთხოვეთ, გინდა თუ არა, როცა არაფრის თავი არ აქვს ჩვენ. ჯაველინების კი ტრამპმა მოგცა მაშინ და სხვა არაფერი არ აქვს ჩვენ. ხოდაშორის ეს რა ქვია და ეს ჯარიც, ესე იგი, პოლიციელი ყავს 50000 და ჯარი ყავს 30000 ახლა. პოლიციელი 50000 იმიტომ ყავს, რომ კონფლიქტის ზონებში არ შეიძლება იდგეს საჯარისო ფორმირებები და პოლიციელი ქვედა ნაყოფებ, კი? და პოლიციელი განა პატარა ჯგუფების ქვედა არა ესე მარტივად არ არის ბატონო ეს ვიცი მე და იმიტომ გეუბნებით და იმიტომ დგანან და იქ დგანან ისინი იმიტომ რომ ამ საერთაშორისო შეთანხმებით არ შეიძლება აი ეგრეთ წოდებულ კი საოკუპაციო საზღვარზე იდგეს საჯარისო ფორმირებები მაგრამ იმდენი ის არაა საჭირო ახლა იქ არა გვაქვს იმხელა საზღვარი იმ ცხიმალის რეგიონთან რომ არ იქა 1000 პოლიციელი იდგას იქა ხო იქ დგას 300-400 პოლიციელი მეტია 1000 თქვა მეტი ხო არა 50000-დან 1000 თქვა ყველა ჯარში წასვლა არავის არ უნდა მე არასდროს არ მინახავს აქცია მე მინახავს აქცია ნარკოტიკის მოხმარების თავისუფლების გამო ღამის კლუბების სხვა გახარია როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ღამის კლუბების ხშირი სტუმრები ისეთი პათოსით გამოვარდნენ რომ მდგომარეობაში იყვნენ ის კიდე სხვა თემა ისეთი პათოსი რას ქვია შემდეგ მოეწყოთ ახალგაზრდა ჯანღონიანი ქართველი მამაკაცების იმაზე რომანტიკული მსვლელობა გახსოვთ ხო პარლამენტის წინ რომ როგორ ჩვენ ეს ხეული ჩემია და მე მინდა ნარკოტიკს მივიღებ, მინდა არ მივიღებ და მე მაგალითად კულტურული შოკი მაქვს მას შემდეგ იმედი მაქვს ასე არ დავუჩემი რომ კი იმიტომ კი არ მე არ მინახავს ვინმე გამოსული იყოს და ეთქვას რომ რატომ არ არის სრულფასოვანი სამხედრო მომზადება მე რატო ვარ ასეთი არაფრის მაქნისი წერილო დამესხას თავზე სკოლაში რატომ არის კი აი მე არ მეს მაგას აი ვინმემ გააპრო ხელისუფლება უვარგისია ყველა ხელისუფლება უვარგისი იყო ჩვენ საზოგადოება ვარგისიანები ვართ აი ეს კაცო ჯანღონისავსე მამაკაცები რო გამოხვედით და ნარკოტიკის მოხმარების თავისუფლება აუცილებელია ეს სასტიკი უსამართლობა ადამიანის ამის გამო დაჭირავ და მე თქვენ გეთანხმებით რომ უსამართლობაა და დანაშაულია რო ყრია ეს ნარკოტიკი ეს ოხერი ცოტა ამ ქვეყანაში ადვილად მიიღწევ მაგრამ ამას რატო არა პროტესტებთ რომ მასწავლე მე ელემენტარული უნარ-ჩვევები რომ თავის დაცვა შევძლო კი ბატონო როცა პარლამენტში გირჩი გეყოლება
რა ქვია და მისი იდეოლოგია ამორჩეველი ყავს გირჩს ბადნოვაჟა რაც საოცარია ნაირები ეყოლება გასაგებია მაგრამ აი გაყალბებაო რო ეძახიან არჩევნების აი მან ხდება ზუსტად გირჩი ძალიან საეჭვო რამდენი ხმები მიიღო რომ პარლამენტში მოხვედრილიყო მე ძალიან ისევე როგორც ნაცებს ამდენი ხმები არ მეუღია და ამდენი პარლამენტარება ეჭვი რომ ამდენი ხმები ხო გამარჯობა არჩევნების გაყალბება მარტო აქეთ კი არ არის რო აბრალებენ ხელისუფლება იქითაც არის ეხმარებიან იმათ რომ ისინი მოხვდნენ და არა სხვა აი ეს გაყალბებაა და მე მაგაში ვადანაშაული მაგათაც ხელისუფლებას რომ გირჩი როგორ შეიძლება მოხვდეს პარლამენტში გირჩი რომელმაც ესე იგი 5000 კაცი იყო გაწეული ახალგაზრდა და 4500-მა გირჩის ცნობა მიუტანა რომ ჯარში არ წამიყვანა ეს ხო დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს ციხეში უნდა იჯდნენ და პარლამენტში შეხედე იჯდნენ ესენი სხვათა შორის აქციებზე მაგრამ ეს გირჩი კიდე მოხვდა პარლამენტში თავარი გირჩი და რა სხვა ხო ვინც იყო მამამ თავარი ამიდეის ჩამოიყვანეს ამ დივერსიისთვის ზუსტად და სხვათა შორის აი აქციების მონაწილე გარკვეულ კატეგორიას მე ვიცნობ კიდეც რამდენიმე მათგანს აქვს გირჩის საბუთი და ძალიან ამაყობს ამით რა ვთქვი მე 5000 გაწეული და 4500-მა მიიტანა და ძალიან ამაყობს ამით ესე იგი დივერსია ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დივერსია რომელიც უნდა აღკვეთო იმ წუთშივე და ესენ ციხეში უნდა მზარიყენ მაგრამ შედან პარლამენტში მათი საკონსტიტუციო სასამართლო დააკანონა მათი ის გავსოთ კი როგორ არის ჩემი სხეული ჩემია ხო ახლა დაჭერა მარიხუანას მოხმარების გამო კამპანია უნდა აწარმოოს ის დაკანონება შეიძლება დღეს ქორწილებში და ევებში აღარ ვსვავე ღვინოებში რა ქვია პირდაპირ თვალები მიდიან ამით გამოტაყვანებული ამ ნარკოტიკული საშუალებებით მარიხუანებითა და 1000 რაღაცებით ხო ქართული ცხოვრების წესი ისპობა საერთოდ რა ქართულ ტრადიციებზე აღარ ხდება აღარც სკოლიდან აღარც ბაღიდან აღარც სტუდენტობიდან და ასე შემდეგ რა ყველაფერი უფასურდება და განლების სისტემა კიდე რა დღეშია ხო ესეც ამერიკელმა გითხრა რომ არასავლო კარგად შენ პატრიოტი აღზარდე ეგეც სხვათა შორის ამის პასუხია და გრანტები მიდის ამ განათლების პროგრამაში იმაში სფეროში კარგი პროექტები იმას არაფინანსებენ და რაც ისა დამაქცევარი იმას აფინანსებენ მათ შორის სახელმწიფო მათ შორის თორე დასავლეთი თქვა ძილს გითხრია და შენ რატო არაფინანსებ შენ ხო პატრიოტად მოგაქთავე კი ამაში გეთახობ რა თქმა უნდა მაგრამ უყურეთ ახლა რა არის გადასარევი არის სუვერენიტეტი გადასარევია დამოუკიდებლობა ვის არ უნდა ჩვენი ოცნება არ არის ხალბატონო ნინოგა რომ რა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ვოცნებობ რომ მართლა ნამდვილი სუვერენიტეტი ნამდვილი მაგრამ ამას უნდა შემზადება შენ რო 10 წელი 15 წელი თავს უკრავ ამ ევროკავშირში და უცბად გამოაცხადებ რომ მე სუვერენიტეტი მინდა და რაღაცა ამას რისი თავი გვაქვს ეკონომიკა ჩვენ არა გვაქვს სოციალური უზრუნველყოფა ჩვენ არა გვაქვს ჯარი ჩვენ არა გვაქვს აი რო უპირისპირდები ამ დასავლეთს და გინდა რუსეთს ხო ჩამოგშლია რუსეთი იარაღი დედას გვიტირებს ამერიკას ფინანსურად შეუძლია ჩამოშლა უდრო დროს როცა ვირმეს აუხირდები რო იტყვიან ხო მიიღებს საკადრე ძალიან სულს ჯერ უნდა მოემზადო შექმნა ეკონომიკა ჯარი ყველაფერი და მე აუხირდი კი ბატონო გინდა ამერიკას და გინდა εμას ხადაშეთ ბატონოჟა აქვე ვიტყვი ახლა რო უხირდები მე ძალიან ხელოვნური ზგონია და სკამების შენარჩუნების თავისდელობას ტოვებს ახლა რო არ დაგიმალოთ ამისთვის და არა იმისთვის რომ მართლა სუვერენიტეტი გინდა შენ დიახ ხადაშორის აი ამაზე მე მაგალითად კარგახანით მოხიბლული ვიყავი სამხრეთ კორეით მათი სუვერენიტეტით მათი ასე ვთქვათ ტექნოლოგიური მიღწევებით და აღმოვაჩინე რომ ჩემი მთელი ეს წარმოდგენები იყო აბსოლუტურად ფუჭი და სამხრეთ კორეა როგორც მარიონეტი ისე იმართება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს ძალიან უსიამოვნო რამ იყო სიმართლე გითხრათ გასაგებია დიდი ქვეყნები ჩემთვის არა მე ვამკი ბატონო გასაგებია ახლა იაპონიაში ამერიკული ჯარი არ დგას მაგრამ იაპონიას აქვს ეკონომიკა სოციალური იაპონია რომ მოიდომოს თქვა ახლა უბრალოდ ხელს არ აძლევს ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტა იმიტომ რომ ჩინეთია და აგერ ეს გიჟი ჩრდილო კორეა ხო თორე იაპონია რომ გაწყვეტოს ამერიკასთან ურთიერთობა ბოდიში და ფეხებს ვერ მოჭავს ამერიკა ვერაფერს ვერ უზავს ჩვენ რომ გავწყვიტოთ და გავწყვიტეთ ახლა რა ჩიტს დავიწეთ ნახავთ რა ძალიან ცუდად იმოქმედებს ეს ყველაფერი უნდა აღდგეს ეს ურთიერთობები აუცილებლად ნორმალური დასავლეთის ქვეყნებთანაც და კიდე რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება დაიწყოს ამ თუ გვაძლევენ ამ იმას იმ კინოში რო არის გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის აფხაზეთი და ცხინვალი არჩევნებზე ლაპარაკობდა რომ დღეს თუ ხვალ უკვე დაბრუნდება და როდის ბრუნდება გავიგოთ კი მაინც რომ რუსეთი გვიბრუნებს ამას თუ არა არა ვიცი როგორი სიტუაცია ხალი გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის არა
გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის. გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით და გეტყვია რუსებია. კი ბატონო. და ბატონო, თვითონ აი თქვენ თვითონაც ბძანეთ, რომ ფაქტობრივად ორივე ესეთი ძალის ცენტრია რა. რუსეთი, ჩინეთი ჯერ არ ვიცით როგორი იქნება. რუსეთი არანაკლები. არა, რა თქმა უნდა. რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ხა ევროკავშირს არ არის, ევროკავშირი თვითონ კარგა, ხა ჩვენი მოსარევი ძალა რა თქმა უნდა, ევროკავშირს კი ექნება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის არ არის ხა ესეთი მნიშვნელოვანი ცენტრი სამწუხაროდ. ანუ ერთი და მეორე, ანუ ჩვენ ხა ეს არჩევანი გვაქვს, რომელი ფალავანიც უფრო ძლიერია, იმის მხარეს უნდა ვიყოთ, რომ უფრო ნაკლებად დაგვნაყოს ამან, მაგრამ რუსეთს, ანუ სიტუაცია მეჩვენება რომ გამოვალე, ხო ხვდებით რას ვაღო? ამასაც შეუძლია ჩვენი დანაყვა, ამასაც შეუძლია ჩვენი დანაყვა. ხო, ამას იმის ჯინაზე, იმას ამის ჯინაზე და არც ერთი არ გაანძრევს ხელს დასაცავად. ეს ხო ვიცით ჩვენ. ჩვენ ხო ამას ხო დღა წარმოუდგენელი რაღაც ხდება ხა თქვენთან ხო აი ამ პოლიტოლოგიასთან პოლიტიკას იცნობთ საერთაშორისო პოლიტიკას. ერთია ხოლმე პოლიტიკოსები რას ლაპარაკობენ და მეორე არის როგორ იქცევიან. და ეს სრულად განსხვავებული ერთმანეთისგან და ხანდახან ურთიერთ გამომრიცხავიც ხო? ინით აუწერელი რამ ხდება? ალავიტებს და ასადის მომხრეებს ხოცავენ სირიაში და ალჯულანი ისე გაპიარება მიდის ესეთი დასავლური მეინსტრიმული მედიის მიერ. ეს არის ამაზრზენი, ხო, მაგრამ ეს ჩვენ გვაჩვენებს ამას როცა უნდა დაგნაყავს. აგრე პირიქით იყო ისინი ხოცავდნენ ამათ. ისინი ხოცავდნენ ამათ, ხო რა, ხო და რა მნიშვნელობა ის თუ მაინც უნდა დახოცოს, მაშინ ერთი მხოცველის მეორე მხოცველის შეცვლა, ხო, აბსოლუტურად. და ამ სიტუაციაში როგორ არის შესაძლებელი ამას ჭირდები რომ იმას მიგაგდოს რომ დაგჯიჯგნოს, ამას ჭირდები რომ ამას მიგაგდოს რომ ამან დაგჯიჯგნოს. ჩვენ ამ შემთხვევაში რა არჩევანი გვაქვს? არჩევანი ისა გვაქვს რომ მთლიანად უნდა გადავერთოთ შიდა პრობლემების მოგვარებაზე რა და ჩვენ არავინ გვეკითხება არც სირიას, არც სოფლიო, არც უკრაინას, არავინ არაფერს არ გვეკითხება. როგორც რუსები ამერ მაია ხატასკრაიო. საქმეს უნდა მივხედოთ ჩვენ ამ იმას ეკონომიკას, ჩვენ სოფლის მეურნეობას, ჯარს, პოლიციას, განათლების სისტემა. ახლა ხალხი ვეხვდება რომ განათლებაზე პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, მისი კეთილდღეობა, მისი აყვავება, სუვერენიტეტი შორის. აი რას ყველაზე მთავარია, იმას არ ხედავენ და ეს გამჭვირვალობის კანონი და რომლითაც ავიჯაყეთ თელი სოფლიო და ევროპა, მაინც და მაინც ის მიიღეს. რატომ არ ვღებულობთ განათლების კანონს, ახალ კანონს, რომელიც უზრუნველყოფს იყოს მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლების სწავლის ხარისხს. სახელმძღვანელოები რაც მთავარია. სახელმძღვანელო მაგას ვიძახი, გონია თუ არ არის ამ ის დაწერს ამას ნორმალურად არის ამის გამკეთებელი ხალხი, მაგრამ ეს ხალხი არის ჩრდილში. ვინ არის წინა პლანზე? მოგესალმე ფავორიტები ყავთ თვითონ, რა ქვია, ყველას ჯერ ნაცებს საკე თავისი ისინი ყავდათ. ახლა ამათ თავისი საკე ხო? არა, ისინი სხვათა შორის გადმოვიდნენ ის ფავორიტები. გადმოვიდნენ იმ ხარება თუ რაღაც ხარება ჯერ მიშას სახელით კლავდა ხალხსა და ახლა ამათი იმით არბებს, რა ქვია, ხო და იმას ბოდიში და სულ არ ანაღლებს, რა ქვია, ვის დაარბებს? მიშას ბზანები დაარბებს თუ ვინმე ბზანები გომელაურის იმას დიდი ის არ აქვს სხვაობა ხო იმისთვის. განათლების სისტემაში არ შეიძლება ამ პარტიულობისა და ამის შეტანა ამ სულის, რა ქვია, განათლების სისტემა სანამ სკოლა არ მოწესრიგდება, სანამ არ მოწესრიგდება უმაღლესი სასწავლებლები, ვის უნდა ქონდეს ეს აკრედიტაცია, რა სახელმძღვანელობით უნდა ვასწავლო. ქართული ცხოვრების წესის საუკეთესო ელემენტები სკოლაში ის კი არა, ამას წინა დავდე მე, რომ ქართული ჭიდაობა უნდა ესწავლებოდეს. აუ სკოლებში უნდა იყოს სკოლებში უნდა, რატო? უყურეთ ახლა ამას წინა ხო, ნახე ჟურნალისტი ხარ და ზნობიარი ადამიანი ხარ, ქალბატონი. წაქცეულს როგორ უტყავდნენ სახეში. ხო ეს არ იყო სხვათა შორის ეს იმდენად არაადამიანური ის არის რომ ქართულ ჭიდაობაში დაჩოქებულზეც კი არ შეიძლება ხელისხლა. არა თუ წაქცეულს ხო ვერ მიეკარები, რას ქვია? დაჩოქებულ ადამიანს. სხვათა შორის ეს ძალიან დასავლურია, წაქცეულს წიხლიც მიაყოლეო. დასავლურია თუ რაღაცა ჩვენ ქართული ქართული წაქცეული მტერიც რო ნახო წამოაყენეო ქართული ეგეთია. ჩვენ არ ვიცხოვრია მაგ იმით ხო, მაგ ცხოვრებით და ჩვენ იგივე თქვა ქართული ცეკვა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, ქართული სიმღერა. ეს წიგნი დავწერე სამშობლო ცოდნეობა, რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად. აი სამშობლოს შესახებ ყველაფერია. არ აინტერესებდა რა რომ სკოლაში შევიდეს და ასეთი რაღაც ისწავლებოდეს. ძალიან ბევრი რაღაცა მე კი არა, ჩემზე უკეთეს ხებსაა გაკეთებული კიდე ხო? განათლების სისტემა მისახედე, ამას არ ვხედავ და ყველაფერი დანარჩენი იმაშია, რა ქვია, ფარვატერში რა, რო იტყვიან.
ყველაფერზე დანარჩენზე ზრუნავთ რა ხელფასების მომოტევაზე მათ შორის პარლამენტარების და იმების ხო მასშტაბებელი საკვანძო ფიგურა უნდა იყოს მაგრამ უნდა იყოს სერიოზული მასშტაბებელი თქვა ყველა არ შეიშვება სკოლაში ეგეცაა ბავშვებს შეიძლება პირველივე კლასიდან თუ მოკიდებ ხელს შეიძლება მათი გაიყვანო მე-10 კლასად ისე რომ ქართველებად გაზარდო რა თავის იქიდან უნდა გაზარდოთ ის კი არა საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს ხო და სტუდენტები რომ მოდიან ჩვენთან ის უკვე იმას ვეღარ შევცვლით ჩვენ ძალიან ძნელია მე იმას კი ვცდილობთ ზემოქმედობა მოვახდინოთ მაგრამ ამიტომ სკოლა არის მისახედი სკოლამ უნდა წარმოიშვას ეს მომავლის ქართველი რომელიც იქნება კეთილშობილი კონკურენტუნარიანი განათლებული რა ვიცი რა ჰუმანური და ყველა ძილობიანი დახვეწილი წინაბრების პატრიოტიზმელი ქალის დამფასებელი დედის დედმამიშვილობის სონე ქართული ღვინის დამფასებელი და ქართული სუფრის და რა ვიცი ყველაფრის რა ჩვენი წვენის ჩვენი მამა პაპური ყველაფერი თუ რამე კარგია თქვა ხო ყველაფერი იმის ისა რაც კარგი არ არის კი ბატონო არ გვინდა კაცო კი ბატონო მაგრამ ეს ძალიან ბევრი კარგი რაღაცაა რომელიც თესობლიოს მოწონდა ჩვენ მანდამაც ისე იმას ვქენით რა ვიტყვი დავკარგეთ ეს შორეული მუდამ სანუკველიო ჩვენ გონია რომ ყველაფერი უცხოური კარგია მანდამაც და ჩვენი არ ვარგა ხო და აბა უცხოელების თვალით შეახედე აქ ისინი პირიქით იმაშებია რა აკაური მოწონთ ხო და ამის ბალანსი შეიძლება რა გააკეთოს თავრობა ისაა რომ ამას უნდა აკეთებდეს პირველ რიგში რა და იქ ქართული ეკონომიკა ქართული წარმოება უნდა განავითარონ უცხოელებს რო უწყობენ ხელს ყველაფერში და რა ქვია ექსპორტის ისა იმპორტის ლობია ჩვენთან ქართველმა არაწარმოოს ადგილზე ურჩევნია და შემოიტანონ და ფული გააკეთონ მათ შორის სამთავრობო უწყებები აკეთებენ ამას და ისა ფულშოულობენ ამაზე რომ და სამაგეროდ ყდება ადგილობრივი წარმოება ქართველს არა გასახანე არც ბაზრის არც იმის ხოთაშორის ევროკავშირის წევრობაშიც როგორც მე მითხრეს ეკონომისტებმა როგორც მითხრეს ადგილობრივი წარმოების განვითარება დიდად არ იგულისხმება გასაგებია მაგრამ პროტექციონიზმი შაგერა ტრამპმა ხო გამოაცხადა რომ პროტექციულ კანონებს მივიღებთ ჩინეთიდან დავბეგრავ ძალიან მაღლა იმებს რომ ადგილობრივი წარმოება კი რა თქმა უნდა კი ბატონო ჩვენ შეგვიძლია თუ ის გააკეთოს ჩვენ შეგვიძლია თავარია პოლიტიკური ჩვენ ბატონოჟი არაფერი არ შეგვიძლია ჩვენ ახლა აი რომ კორუფციის და ეს ვიღაცები სხვების არ უნდა მივეყიდოთ ვიღაცებს ფულის საფასურს კი აი მილსადენი რომ გადის ახლა და მიეწოდება ევროპას აზერბაიჯანის საერთაშორისო მილსადენი თქვენ იცით რომ ჩვენ ევროპას ვაწვდით ამ ტრანზიტის საფასურს არ ვიღებთ შიდა მიწოდების ტარიფით ასოცირებით და სხვა შორის ამის რატიფიცირება ასოცირების შეთანხმებით იგულისხმებოდა ეს და ოღონდ რატიფიცირება ამის გააკეთა საქართველოს პარლამენტმა რა ეჩქარებოდათ მე არ ვიცოდი და ჩვენი ფუნქცია არის სატრანზიტო ფუნქცია ევროპას რა გაუჭირდა აზერბაიჯანი იღებს თურქეთი იღებს ჩვენ შიდა ტარიფით ვატარებთ ჩვენს ტერიტორიაზე ეს გაუგონარი რამ არის უკვე რამდენიმე წელია ეს ხდება მე მაქვს ასეთი ინფორმაცია რომ სადღაც 3-4 ახლა საქართველოს უნდა მიეღო მთელი ამ 25 წლის განმავლობაში რაც ეს მისადენია სადღაც 40 მილიარდი დოლარი აი ამ საფასურად არაფერი ამდაგვარი არ ხდება ვიღაცების ჯიბეებში მიდიოდა სოკარი ანაწილებს ანუ ეს არა მე ვამბობ სოკარი ანაწილებს მაგრამ ვიღაცების ჯიბეებში ანაწილებს მეთქი გაზ იგივე სააკაშვილის და იმის ინტერესებში შედიოდა ეს და ბევრი სხვა რა ქვია იმის ვაგირო თუ მოხდილი იყო საქართველოს ბიუჯეტში ეს 40 მილიარდი დოლარი საწავი და გასმარეს სხვადასხვა იმდენი რაოდენობის ის გადის ახლა გაზი ჩვენ ის რაც გვეკუთვნის შეღავათიან ფასად და უფასოდ რაც გვეკუთვნის ის მე მგონი მთლიანად ყოფნის ჩვენი ქვეყნის მოხმარებას კი და გაზის ტარიფი რა ქვია ელექტროენერგიასაც რუსეთიდან ვიღებთ გაზის მოვიმატეთ რუსეთიდან მეტი და მეტი გაზი იქაჩება ახლა აზერბაიჯანის მაგივრად რუსეთიდან მეტი იქაჩება იქ ბატონოჟა ამ საერთაშორისოში მილსად გაზსადენში რუსული გაზიც გადის იმიტომ რომ მარტო BP არ არის მფლობელი ლუკოილიც არის და ევროპასაც რომ მიეწოდება იქ აზერბაიჯანული ქვია მაგრამ ნაწილი რუსული გაზია გასაგებია იქ მათი თანხმედრა მოხდა აზერბაიჯანული და რუსული ინტერესების და მაგით კავშირის ინტერესები. იმათ შაგეხაზე აქვს კიდე. აზერბაიჯანი და რუსეთს კიდე შაგეხაზე. კი, რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვევაში ამ მილსად. ანუ იქიდან იღებს აზერბაიჯანი და უშვებს ამ მილში. ახლა ყაზახეთმა და თურქმენეთმა დემოთვა თუ გამოუშვეს, კიდე უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ გამდიდროთ, რომ ეთქვია. გამოუშვეს, კი ბატონო. გამოუშვა თუ რუსეთი დასუსტა ეკონომიკურად, რუსეთი ეკონომიკურად დასუსტდა.
და აქეთკენ მიდის ყველაფერი ფაქტიურად ჩინეთის სანერლეულო დანამატი ხდება რა ნახევარფასად აძლევს იძულებულია რუსეთი გაზსა და ნავთობს ჩინეთს და ევროკავშირი ორჯერ ძვირად ყიდულობს ამერიკისგან და ახლა უყურე ევროკავშირის აწვდიდა რუსეთი 160 მილიარდ კუბურს ახლა აწვდის 12 მილიარდს მეც აღარა და 122 მილიარდი უკვე მიაწვდა ნორვეგია ჩაენაცვლა და ამერიკა მათ შორის და რაც დარჩა 25 მილიარდი ამერიკა კი ბატონო აპრესილი გაზეთო რაღაცა ზღახია კი ბატონო ყველა ქვეყანა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა ჩვენს უნდა მივეჩვიოთ ამას ოღონდ ეს შეიძლება უნდა გავაკეთოთ ძალიან ფრთხილად შენი ჭირიმე შეგენაცვალეთი ყველას და იმ რუსეთს თუ ლოიალურად უყურებთ ასევე უნდა უყურო ამერიკას თორე უფრო მეტი ზიანი შეუძლია ამერიკამ მოგვაყენოს ვიდრე რუსეთმა თოფის გაუსვლელად გეუბნებით ამიტომ არ შეიძლება მათთან დაპირისპირება იგივე ის სანქციები თქვენ რომ მკითხეთ რა ქვია ახლა ეს კარგი იქნება ეს სანქციები საქართველოსთვის არ იქნება მარტო კერძო პირებს თქვა რომ ქართული ხალხის გვერდით დგავართო ხო და როგორ მოხდება ეგ არ ვიცი. გასაგები ახლა მთავრობა როცა ზარალდება, ხალხი დაზარალდება. ახლა ესე არ იქნება რომ მარტო მთავრობა დაზარალდეს და ვიღაცა ჯიბიდან ამოაცალონ და პირდაპირ. ქვეყანა ზარალდება, რეპუტაცია ერყება ქვეყანას და რა ქვია შეიძლება რაღაც სანქციები ჩაკეტილი სისტემად გვაქციონოს ზოგადად რა და ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი. ამიტომ ძალიან დიდი საფრთხეა საჭირო რუსეთთანაც და ორჯერ მეტი კიდე ამათთან დასავლეთის ქვეყნებთან. არ ღირს მაგათი ტრად გადაკიდება სუვერენიტეტით ჯერ არა ვარ ზად მოემზადოთ დავდგეთ ფეხზე მომაგდეთ და მე გამოუცხადოთ რო იტყვიან ომი გინდა ამერიკას და გინდა რუსეთს. თავი რო გექნება რა ახლა თავი არაფრის არ აქვს და ბაქიბუ ქართული ბუხობა ეს არა სუვერენიტეტი გვინდა აბა რა კაცო ამერიკას ხوار დაუხრით თავს დაგახრევინებენ თავს გაიძულებენ ჯერ ასეა სოციალური სისტემა და როცა მომაგდებით და აი ისრაელივით გავხდებით აბა მე ხოდის მე არ მინდა მე ადრეთი პერიოდის განმავლობაში სამაგალითოდ მქონდა ისრაელი და შემდეგ რომ გავაანალიზე საერთოდ არ მხიბლავს ამ ტიპის ცხოვრება რომ არა რა თქმა უნდა რეჟიმში არა მე მესმის იმას გეოპოლიტიკა გარშემო გასაგები და იმიტომაც შეიქმნა იქ ისრაელის სახელმწიფო რომ ეკონტროლებინა ის 22 მტრულობა მე ასეთ გეოპოლიტიკურ სქემაში არ მინდა მე ვამბობ და იმიტომ რომ მე ნაყოფი ვარ ისრაელში ყოველ დღე მშვიდობის დროს დაფრინავ ელფრენზე ომი გონია რა ყოველ დღე ეს ახლა ცხოვრება საშინელებაა ძნელია მაგრამ ნუ უძლებს ეს ხალხი ახლა და ჩვენ არა მე მაგააძლევინოს უკეთესი პირობები გვაქვს ხო და ცოტა ჭკუას თუ დავაყოლებთ შეიძლება აქ ნორმალური ქვეყნის აშენება რა თქმა უნდა ამაში გეთანხმებით ჩვენი დრო უნდა ვიცოდეთ როდის ავწიოთ ისა რო იტყვიან ჩვენი ამბიციები ზევით და ბატონო თქვენ რო გაითქვემძანეთ რომ ხა ყველას უნდა მოვეფეროთო ეს გაჭრის მათ ხო იციან რომ ჩვენ ვითვალთ მაგ მოვეფეროთ რა მოფერებაში რას გულისხმობთ რომ ბიტკბილად ველაპარაკოთ აბას ხო ადამიანოთ ხო ესე იგი არ გვინდა დაპირისპირებები არ გვინდა ესეთი ახლა იგივე თქვათ და გაჭრის ეს კანონში შეიძლება ხო ახლა თუ უკვე ძალიან არ არის დაგვიანებული მე ამის მეშინია რომ ვაი თუ ძალიან დავაგვიანეთ ეს ყველაფერი მაგრამ არ ვიცი ახლა ტრამპის იმედი ქონდა ძალიან მაგრამ ხო ხედავ ტრამპი გამოვა ამერიკული ინტერესებიდან ვერ გავა სხვა ჩარჩოებიდან ხო და ილუზიების დამყარება რომ ტრამპი არ იქა გვიშველის და რაღაცა არა ეს რა თქმა უნდა სხვა ქვეყანაზე ჰიტლერი რომ არ ხდებოდა აპრილიდან იზახისა მარტიდან იზა ვენკი მოდის ვენკი დასავლეთის სარდალი და არა მოვიდა ეს ვენკი და ჰიტლერი დადაემართა კი ვიცით ხო და ძალიან დიდი საფრთხეა საჭირო რა ხელისუფლებიდანაც აქ არ გათამაშდეს რაღაც უბედო სამოქალაქო დაპირისპირება სამოქალაქო ომი და ამით ძალიან ბევრი მოითხოვს ხელს შეიძლება ტერიტორიული დანაკარგები გამოსცადოს სახელმწიფო საქართველოს ეს სახელმწიფო ამიტომ ჭკუით უნდა ვიყო მთავრობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ახლა ეს ახალგაზრდები არიან თქვა გული უდუღთ ემოციებია რაღაცა და მთავრობა უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს ამ იმაზე და კომპრომისიცაა საჭირო ხანდახან ახალგაზრდა სხვანაირად ვერ დაარწმუნებ რა ქვია და მე მინდა რომ ორივე ერთად ეს ორივე მხარე მშვიდობიანად შეხვდეს ახალგაზრდა და ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა სკამებზე და ჩვენ იმებზე მომავლის გეგმებზე რომ არ იქა მე ის ვიქნები და მე ამდენი ფული მექნება და ასე შემდეგ რა კეთილი ძალიან დიდი მადლობა ბუნებრივია რასაც თქვენ ამბობთ ბუნებრივი ასე უნდა იყოს ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სარეკლამო ჭრის გამო ცოტა ხნით უნდა შევისვენოთ და ეთერში დაბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ